მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს არის გადაცემა სინათლე ფარდებს მიღმა, მე მისი წამყვანი ალექსანდრე შურღაია გახლავართ. დღეს ყოველგვარი შესავლის გარეშე ვისაუბრებთ დიდ ქართულ შემოქმედზე, დიდ პროზაიკოზე და ერთი სიტყვით ძალიან თბილ და ძალიან ქართველ ადამიანზე, რომელმაც ყველას მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოში აყვარა თავისი შემოქმედებით, თავისი ჰუმანურობით, თავისი ადამიანობით და ასე შემდეგ. ბევრი ვარ გაგრძელდეს, დღეს ვისაუბრებთ ნოდარ დუმბაძეზე და ჩვენი სტუმარი იქნება ქალბატონი მანანა დუმბაძე, რომელიც ისაუბრებს მამაზე იმ დეტალებზე, რომელიც ფართო მასისთვის სეგმენტისთვის არ არის ცნობილი. მოგესალმებით ქალბატონო მანანა, როგორ ბრძანდებთ? განწყობ. კარგად. პირველ რიგში აი ნოდარ დუმბაძეს ისნობს ხალხი როგორც დიდ პროზაიკოს, დიდ შემოქმედს და ასე შემდეგ. არის ხალხმა სეგმენტი, რომელმაც იცის მისი შემოქმედება და იცის მისი პოეტური ცხოვრება, ასე ვთქვათ, მაგრამ უფრო მეტი იცნობს როგორც დიდ პროზაიკოს. ვისაუბროთ, დავიწყოთ პოეზიაზე. მე პირადად ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი და აი ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, პოეტური მიდგომა, თვითონ მისი მიდგომა ლექსისადმი, სტილისტიკა და როგორ იწერება ნოდარ დუმბაძის ლექსი, როგორ იწერება. ეხლა მართალია, მე კი ვარ ლიტერატურას ვცოდნე, მაგრამ ეხლა მამა ჩემის ლექსების ექსპერტად არ გამოვდგები, იმიტომ რომ ბევრჯერ მithქვავს, რომ მამა ჩემის საბავშვო ლექსები არის ჩემთვის, რა ვიცი, ეხლა ჩემთვის მარტო ჩემთვის არა. მთელი მე არ მეშინი ამის გოს მთელი საქართველოს ბავშვებისათვის უსაყვარლესი ლექსები დღემდე აი ტიგრე ბაზრობა რო არის ხოლმე ხო არ მიცნობს ახლა ყველა რა ვიღაცები მიცნობენ ახლა იქ ბაზრობაზე ახლა ესეთი წრე არის და გავივლი და ეს არის დუმბაძე არის არა გაიყიდა ამარი მომდა იყიდება ძირითადად ეს საბავშვო ლექსები ეს არის მამა ჩემი პოეზიაზე ვლაპარაკობ ახლა ცოტა შორს წავედ ანდერსენის აი არასდროს არ ვთქვავს მამა ჩემს რომ ვარ საბავშვო პოეტი არასდროს თვითონ აღარც რო იყო მაშინ წერდა ამ საბავშვო ლექსებს და გვიწერდა ჩვენ აგვიკითხავდა თუ არ ამენთებოდით იქვე ხედა და აგდებდა ანავითარი და ის რა ქვია აი შეღავათების საკუთარ თავს როგორც კი დაინახავდა რომ ბავშვმა არ რეაქცია არ ქონდა ამაზე ხო იმ წუთას ხედა და აგდებდა ასე და ნუ დაიწყო თავიდან დაიწყო ლექსებით და თურმე ნიკო კეცხოველი და დიბეჭდებოდა პირველ ხიფში რა თქმა უნდა უნივერსიტეტო გაზეთში და ფელეტონების წერა დაიწყო გიგილო და ეს აი ცნობილი მისი ეს ნიანკი მიქონდა ხო ეს ციხემდე ანუ უნივერსიტეტის პერიოდია ეს მაშინ მთელი საქართველოს ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა პირველ ხიფში არ ქონდა სად სწავლობდნენ ისინი ძირითადად უნივერსიტეტში სწავლობდნენ მაგრამ ხო და მე ვიყავი პატარა მამა ჩემი იყო ახალგაზრდა პოეტი ქონდა ძალიან ხუჭუჭი თმა და ამ თმას კი არ ივარცხნიდა ესე სველი ხელში იყოფდა ეს და აი მაი ქორწილდა და დადიოდა ესე და ეს მათხოვარი იყო ზუსტად უნივერსიტეტის წინ ვცხოვრობდით და პატარა ვიყავი და მათხოვარი იჭდა მაშინ არ იყო ეს მიწისქვეშა გასასვლელი რა თქმა უნდა და მათხოვარი იჭდა მის თავზე და ქუჩას გადმოდიოდა და გადადიოდა მამა ჩემი სახში რომ მოხდა აი მათხოვარი იცოდა ყველა სტიპენდიის ამბავი. ანუ როდის ვინიღებდა სტიპენდიას, ხო და რომ გამოივლიდა მამა ჩემი ახალი აღებული სტიპენდიით და შეხედავდა ესა და პუშკინი თქვა როგორი ახალგაზრდა პოეტი პუშკინი. ხო, ნუ ეს არის საინტერესო მიდგომა რა თქმა უნდა და ეს უნივერსიტეტის სცენაზე კიდე კითხულობდნენ ლექსებს მახსოვს ერთ-ერთი ის იყო ბადრი ჭოხონელიძე მაშინ იყო პატარა და რაღაც კონცერტი იყო და უნდა წაეკითხათ ლექსები ახალგაზრდა პოეტებს არჩილ სულაკაური მამა ჩემი და ხო და იმაზე სცენაზე ისხდნენ და მამა ჩემს ეცვა შავი პიჯაკი ეცვა რა ქონდა ერთი პიჯაკი ქონდა სულ და შავი ეცვა რა ქვია პიჯაკი მახსოვს და თეთრი პერანგი და შავი ნუ აი ეს რაღაც შავ თეთრი იყო ესეთი მაშინ ყველა შავ თეთრი იყო
და არჩილები რომ გამოიძახეს არჩილმა წაიკითხა და მე ვზივარ დარბაზში და დარბაზში არიან ბავშვები. ნუ ესენი რა სკოლის ბავშვები კი არა, ნუ ახალგაზრდები რა, ჩემზე უფროსები. ხო და მამა ჩემს ესეთი ჩოკა ქონდა, ესე ისმოდა ხოლმე, ესეთი მანერა ქონდა, რომ ესე ამოიღო ეს ჯიბიდან, ჯიბეში ლექსები და პრიმა მაშინ და პრიმა ჯიბეში პრიმა და ლექსები ქონდა ყველა პოეტს, რა აზორის ლექსი კი არის საუკვარის, მაგრამ ასე იყო და ამოიღო ჯიბიდან ფურცლები და დაუვარდა. მორიდებისგან რა ნერვიულობისგან დაუვარდა და იქიდან ბიჭოში რაღაცა აიღრა რა ხელიდან გივარდება ყველაფერი იქიდან ბიჭები უღურებენ რა გავხედენ აი ჩავამივიდა ხო არის რომ მამა ჩემზე ნერვიულობ რომ როგორ ისა მე ის ამოიღო ეს აიღო ეს ლექსები გადაკეცილი იყო გაშალა დაიჭირა და ორი ფურცელი კიდე გაუყარდა. და სიცილი და კიდე რაღაცა ვერა. ხო და მამა ჩემი ხა იქ რას გძნობს არ ვიცი, მაგრამ ხო და ნუ ბოლოს როგორც იქნა შეკრიბა ეს ფურცელი. და იმას ქნა რა ქვია და დაიკითხა და კითხულობდა ალექსანდრე ლექსებს როგორიცი. აი რომ მოგასმენინა ჩანაწერი აი მამამ ჩემს მაგალითად გურამიშვილის ლექსებს აი იესოს როგორ კითხულობს აი ზღაპრო არაჩვეულებრივად საერთოდ არჩილიც არაჩვეულებრივად კითხულობდა ყველა რის მსახიობები ვერ კითხულობენ აი ხო იცი შენი ამბავი არა ხო და ისა და წაიკითხა ეს ლექსები და გაისროს ადარბაზი ერთი ლექსი წაიკითხა მეორე ლექსი წაიკითხა რაღაცა და რომ წაიკითხა მესამე ლექსი და რომ დასწრეს ამ ბიჭებმა უკან ტაში და მოვტრიალდი აი ესეთი კმაყოფილი აი დიახაც მამა ჩემია ხო ეს არ დამავიწყდება რა რომ აი ესეთი რაღაცა ორჯერ გაუვარდა ეს ფურცლები ეს ახლა ლექსები მახსოვს რომ ნიკო დედა ჩემი ყვება ამას ახლა მე რა ვიცი ნიკო თურმე კეტავდა აუდიტორიაში და სანამ ლექსებს არ გამოგიჟვება ხო და რაღაცა და სანდრო მრევლიშვილი იყო მაშინ ძალიან ცნობილი კომპოზიტორი რომელსაც აქვს აი მთელი იმ პერიოდის ქართული ისა რა ქვია ესტრადა თითქმის მისი იყო ისაც ხო ამღერებული ისიც ესე იმაშვებოდა ძალიან წერიებდა ლექსებს ძალიან ბევრი იმდროინდელი ლექსები აიყაყაჩოთ რაღაცა ბევრი ლექსები არის მამაჩემის კრებულების სახით კი დაილოცოს არის აი ლექსი თბილისზე შენ თბილისი კი არა და ჩემო კარგო საქართველოს მარგალიტი უნდა გერქვას აი ძალიან საქართველოს გურიაზე ძალიან ბაბუაზე აქვს ძალიან კარგი ლექსი ხა ზეპირად რო თქვა და შემეშალოს არ მინდა ხო და ეხლა უკეთესი მამაჩემი რომ მიხვდა რომ უკეთესი ვიღაცა დაწერა პროზაში გადავიდა ხო და ილიკო და ილარიონს რაც შეეხება ასე რომ ვიღაცების ის მაგალითი იყოს ხო ეს არ არის ეს რამდენჯერ მithქვავს მამაჩემა წაიკითხა ერსკინ კოლდუელის მალჩიკის ჯორჯია რუსულად ხო და დაამთავრა ხო ამაზე უკეთეს დავწერო ხო ბევრად უკეთეს დავწერო და დაწერა ილიკო და ილარიონი რომელსაც ერქვა თავიდან სოფლელი ბიჭი აი ილიკო და ილარიონს ერქვა სოფლელი ბიჭი მალჩიკის ჯორჯია ხო აი რაღაცა ხო იმის ის გააკეთა რა ნუ გურული აბსოლუტურად ხო თუ წაკითხული ძალიან კაი ნაწარმოებია მაგრამ იქ ნუ სხვა რაღაცა არის მაგრამ აი ეს ურთიერთობები ახალგაზრდისა და მოხუცებულის აი ეს რომ აი დროის კონცეფცია რომ შენ 30 წლის კაცო ხო იღამ შენ ჩემხელა ხო გახდები შენ აი ეს არაჩვეულებრივი მიგნება რომ ეს მამაჩემისა იმას ეგეთი არა აქვს რა თქმა უნდა ხო და ეს თქვა რომ მე უკეთეს დავწერო და დაწერა ეს ილიკო და ილარიონი და სახელი უკვე ცისკარში ვახტანგ ჭელიძემ და ება მოიფიქრეს მაშინ იყო მოდაში მამა პაპას უჟანკაია ფილმი და ძალიან პოპულარული იყო აი ეს რა ქვია ეს რიტმი რა სახელი მე ილიკო და ილარიონი აი კიდევ წამოვიდა ეს სახელი თორე პირველად დაიბეჭდა ცისკარში როგორც სოფლელი ბიჭი სათაური ანუ ისეთი დეტალიც
არ იცოდა მაყურებელი. აი ყოველ სიმბოლურად შეხედე ხლა ათიმცნების საკითხს და აი მე ვიცი რომელიც აი ყოველთვის თანმიმდევრად ხონდა სადაც არ უნდა ვიყო თვითონ მამა ნოდარ დუმბაძის წარმოთქმული სიტყვები მე-11 ჩემი მე-11 ცნება უშუბლის ძარღვის ისტორია აი ეს პატარა ისტორია რომ მოვყვეთ და ამით დავასრულოთ გადაცემა სიმბოლო. ეს პატარა ისტორია სხვათა შორის ჩემთვისაც ძალიან უცნობი იყო. პირველად მე ტელევიზიიდან გავიგე რომ ეს თვითონ მამა ყვება. შუბლის ხო ტელევიზორიდან ხო რომ ჩაიწერა. ბავშვი იყო რომ ხო რომ ვიქურდეო ეს არავის დროს არ მოუყოლია. ჩემთვის არ მოუყოლია ყოველ შემთხვევაში რომ პატარა ვიყავიო რომ თხილი მოვიპარეო მეზობელისისა და მე ველე დამიჭირაო და იქ ჩამიყვანა კანტორაზე და იქ ვთქვიო რომ ბებერიაო კაცო ზენდობითო ამას რომ მე ეს რა ქვია არაფერი არ არის მოეჩვენაო და კაცი და ბიჭო და მე ეს რამ გათქმევიაო ესეთი ამაზე როგორ წახვედი ესო ეხლა თუ ამას არ მიხედეო დაიღუპებიო ერთხელ თუ გაიწყვეტა ამ შუბლის და მე უკვე გვიან არისო აღარ მტელდებაო ეს ხო და აი ასე საშინელებაა მართლა ამას რომ გეტყვის აბა წარმოიდგინე საკუთარ თავზე რომ მოხუცებულ შენ ეს რაღაცა ერთხელ თქვი რაღაც აი ძალიან ვნებელი ტყუილი მაქვს ბავშვობაში ნათქვამი და იმ ადამიანისთვის ბოდიში არ მომიხდია ვინც ნუ აი ესეთი რაღაცა ძალიან რაღაცა დღემდე ალბათ ჩამყვება საფლავში და როცა მივდივარ ახსარებაზე სულ იმას ვიძახი რომ აი ეს გავიწყალებული მის მეუნება უკვე მოწყარი კაცო რა წყვილია ამისთანაც წყვილებს ვიძახით ყოველდღე იცი რა როდესაც იცი აი დაუკმაყოფილებლობის საშინელება ხო ეს კათარზისი ხდება კაცო როდესაც ის ამას შენ თუ ამას შეიგნობ რა თქმა უნდა ყველა ამას ვერ იგნობს ვის არ ეუბნებიან ამას მაგრამ ნუ როდესაც მართლა სინდისი ანი ადამიანი ხარ ხო ეს ისა პირველად მე თვითონ პირველად მოვისმინე ეკრანიდან ისე რომ ეს სახში მონაყოლია ისეთი რაღაცები აქვს მოყოლილი ილიკოზე იგივე ილარიონზე ბაბებია ოლღა ბებიაზე ისა ეს ცნობილია მაგრამ ჯიჟდები ამ ისტორიაზე ქალაქელი ბიჭი ჩავიდა და ნუ არ არის პატრონი ახალ ბაბუა უკვე მკვდარია ეს ოლღა ბებია დარჩა და ეუბნება ნოდარა ბიჭო ჩეჩმა დაინგრა და ააშენეო და ააშენებს ახლა მამაჩემი რა იცის ჩეჩმის აშენება ტუალეტს ანუ აშენებს და ძალიან დიდი გამოუვიდა რაღაცა და იგონჭა აჟები ნოდარა გამეღავი ოლღას სახლით გამოვიდა ხო ნუ აი ესეთ რაღაცა მე კიდე ისეთ რამებს ყვებოდა აი ეგ არის აი როდესაც იცი ზღვარი ყველაფრის ჩაყრა არ შეიძლება თორე რო ჩაეყარა ეს ყველაფერი გამოვიდოდა ლაზღანდარობა აი როცა იცი ეს ოქროსის აი ეს რო იცი რა არის და რო ამოყარ გემეტება ამოსაგდებათ რამდენი რამები გადაუყრია აი ეს არის სწორად შერჩევა და იმით ვარ ბედნიერი რომ ყველა მარცვალში ნოდარ დუმბაძე ის არის რაც აი ხო აი ლაკონიური და ზუსტად ხო აი ყველა სიტყვა პირდაპირ იმაში ხო და საქმეც მაგაშია რომ ის კომკავშირის პრემია აქვს მიღებული საკავშირო ამ თეთრბაირალებში კაცო ხო და მარადისობის განმში ლენინური და იმ მარადისობის განმში უფრო კარგი და დადებითი გმირი არის მღვდელი და ძირითადად რასაც ის ამბობს მორალი რაშიც არის იქა და ეს усმენს და სწავლობს ხო იმის ხო და რამდენი აქედან ანონიმკა წავიდა და რამდენი წერილი წავიდა რომ ეს არის ანტისაბჭოთა ნაწარმოები და ის და მაგრამ იქ ხო ნუ რაც არის ახლა ჩეხეს დიდი მადლობა ქალბატონო მანანა ისეთ თემებზე ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე ისეთ დეტალებზე ნიუანსებზე რომელიც მართლა ხალხმა არ იცოდა და აინტერესებდა ყოველთვის ისეთი პერსონაჟი ისეთი ადამიანი როგორც დუმბაძე იყო შემოქმედი მართლა თითზე ჩამოსასვლელი ყავს ქართველებს და აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ ადამიანებს სხვა თუ არაფერი რაღაც ყოველთვის აქვს ასეთ შემოქმედის ნიშა კრედო რომელთაც შეიძლება მე სიცოცხლის გაგრძელება და რაღაც ლაიტმოტივად გვექცეს ადამიანებს და გავითვალისწინოთ თუნდაც აი შუბლის ძარღვის საკითხი რომელიც
მე-11 აი ცნება ძალიან აქტუალური გახდა. ყველა დროს იქნება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ეს არის გადაცემა სინათლე ფარდებს მიღმა მიმისი წამყვანი დავტოვი ალექსანდრე ჟურღაია ვარ მომავალ შეხვედრამდე.